ჩვენ ახლა ვიმყოფებით სვანეთში, საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციასთან ერთად და პირველი, რასაც მოვინახულებთ, ეს არის ჩანჩქერის მდგრა, რომელიც აქედან დაახლოებით კილომეტრში მდებარეობს. წავედით. როგორც აღმოჩნდა, ინსტრუქტორები სავალი გზის ზუსტ მანძილსა და სირთულეს არასოდეს ამბობენ. დანიშნულების ადგილამდე კილომეტრის ნაცვლად 9 კილომეტრიანი რთული გზაა გასავლელი. თუმცა სამი ულამაზესი ჩანჩქერის პატარა, საშუალო და მცირე ზომის მდგრას ხილვა ნამდვილად ღირსწვალებად. ესეც მთავარი ჩანჩქერის მდგრა. აქედან კარგად ჩანს მცირე და საშუალო ზომის ჩანჩქერებიც. დიდ ჩანჩქერთან იმდენად დაბალია ტემპერატურა, რომ ამაზე ახლოს მისვლა შეუძლებელია. სვანეთი მართლაც განსაკუთრებული მხარეა. სწორედ ამიტომ აქ ქართველი და უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ამჟამად ვიყოფებით სვანეთში, მესტიაში, 15 კაციან ჯგუფთან ერთად. ტური მიმდინარეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პროექტის პარკლებში. თვითონ პროექტი გულისხმობს ყოველკვირეულ გასვლებს საქართველოს ტურისტულ ადგილებში. მონაწილეები ეცნობიან ადგილობრივ ყოფას, ტრადიციებს, ტურისტულ რესურსებს. თვითონ პროექტის მიზანიც შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია და შესაბამისად შიდა ტურისტული ნაკადის ზრდა. მსგავს ლაშქრობაში მონაწილეობა მივიღე, თუშეთში ვიყავი მეგობრებთან ერთად წასული, სადაც ბუნებაც ასევე უნიკალურია, არა მარტო ბუნება, კულტურა, შექმნილი სახლების ფორმა, ხალხი თვითონ რომელიც იქ ცხოვრობს. ანუ ყოველმხრივ შთამბეჭდავი იყო და ერთი რამ მინდა უბრალოდ ხაზი გაუსვა, რომ თუშეთში მაგალითად აი ისეთი მდგომარეობა დაგვინძურების მხრივ არ ყოფილა როგორიც აქ დამხვდა. ერთი მხრივ ცოტა პატარა იმედგაცრუება იყო, იმიტომ რომ ველოდი, რომ სვანეთში ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით მოვლილი და შემონახული. ტურისტების უმრავლესობა კარვებით მოგზაურობს. მათ კი, ვისაც კარავში ღამის გათენება არ გსურთ, შეგიძლიათ საოჯახო სასტუმროებში ან ჰოსტელებში დაბინავდეთ. მესტიაში 40-მდე საოჯახო სასტუმრო და ჰოსტელია. კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო ერთი ღამით 15 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო ჰოსტელი 20 ლარი. I come from Cyprus. მე კვიპროსიდან ვარ. სვანეთზე ბევრი რამ მსმენია და ძალიან მინდოდა მენახა თავად. აქ ხალხიც და ბუნებაც გასაოცარია, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი. ყველას ვურჩევ სვანური კოშკების და მწვერვალების ხილვას. აქაური სამზარეულო ძალიან განსხვავებული და გემრიელია. თქვენი სტუმრობით ხარობს მთელი სვანეთი, იხარეთ ორთავ სოფელს და შინა. ასეთი წარწერა გხვდებათ, როდესაც მესტიაში ჩამოდიხართ. ჩვენი მოგზაურობა სვანეთში გრძელდება. დღეს მესტიაში არსებულ ღირსშესანიშნაობებს დავათვალიერებთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფალიანების საგვარეულო კოშკში. კოშკი შედგება 3 სართულისგან და სხვენისგან. ეს არის სხვენი და ალბათ იქნება 6-7 კვადრატული მეტრი და შემოსაზღვრულია სულ სათვალთვალო სარკმელებით. სვანეთში ყველა სახლს თავისი კოშკი აქვს, რადგან ეს კოშკები შუა საუკუნეებში თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. მათი უმრავლესობა 4-5 სართულისგან შედგება. იშვიათად გვხვდება 6 სართულიანი კოშკებიც. პირველ სართულზე ტყვეები ჰყავდათ დაბმული, ბოლო კი საბრძოლო ბაქანი იყო. სვანური კოშკებიდან საოცარი ხედი იშლება. ჩვენ ახლა ვნახავთ სვანეთის მუზეუმს, რომელშიც მსოფლიო დონის ექსპონატებია დაცული. სვანეთის მუზეუმი 1936 წელს მესტიაში, სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე დაარსდა. მუზეუმში უნიკალური ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები ინახება, ასევე ჭედური ჯვარხატები და უძველესი ხელნაწერები.
ექსპონატები გახლავთ მსოფლიო მნიშვნელობის. თითოეული მათგანი ძირითადად მათი დიდი ნაწილი სვანეთში არის შესრულებული, ნაწილი კი შემოტანილია როგორც საქართველოს ცენტრალური რაიონებიდან, ისე აღმოსავლეთისა თუ ევროპის ქვეყნებიდან. ანუ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აქ განვითარებული იყო როგორც ადგილობრივი კულტურა, ისე სვანეთს ჰქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ცივილიზაციასთან. სვანეთი მართლაც ულამაზესი ადგილია, რომლის სანახავადაც 2 დღე კი არა 2 თვე არ გეყოფათ. რამდენჯერაც არ უნდა მოინახულოთ ის, ყოველთვის გაგიჩნდებათ დაბრუნების სურვილი. გამარჯობათ, მე ვარ ნინო, მოგზაურობ, სვანეთში ვარ ამჟამად, ვარ მოყვარული ფოტოგრაფი და ჩამოვედი სვანეთში, რომ დავათვალიერო ისტორიული ძეგლები და საერთოდ ზოგადად სვანეთის სილამაზე. გავჩერდი ერთ-ერთ guest house-ში, სადაც ვფიქრობ, რომ ჩემნაირი ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მისაღები პირობებია. ასე რომ იმოგზაურეთ საქართველოში.